It's difficult to get a military transition, get a vote of confidence, and I have to go. I will let my Yes, welcome. Justice program. Successful. It is pretty much. Biography, in any case. Very nice. I was here several times. საქართველოსი წარმოდგენილი კედამითი გამოხატებების სცენას მივა სწორედ აქ ჩამოსულიყავით პირველ რიგში თქვენ მოგსალმებოდით ეს მაგალითად ერაყში, ავღანეთში და ყველა დელეგაცია ფაქტიურად არის რომ მიდადის რომ ქართველები დავდოთ წარმატებული. მოტივია ავღანეთის რესპუბლიკაში გადმოგცეს საქართველოს სახელმწიფო დროშა. მნიშვნელოვანი შეხვედრები ქონდა თავდაცვისთან, მის მოადგილესთან, სადაც ვისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ავღანეთთან სამხედრო თვალსაზრისით უკვე ბევრი წელია ვთანამშრომლობთ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთივე აქტიური არ არის სხვა სეგმენტები, ამიტომ სასიამოვნო არის, რომ ივნისის შუა რიცხვებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტია თბილისში დაგეგმილი, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იქნება თბილისში, სადაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მეტ თემებზე იქნება საუბარი და მეტი შესაძლებლობა გაჩნდება უკვე ორხრივი თანამშრომლობის პრინციპულად სხვა ეტაპზე გადაყვანისთვის, ასევე ბუნებრივია ვისაუბრეთ სამხედრო სფეროში რა ტიპის მხარდაჭერა შეგვიძლია ჩვენ აღმოუჩინოთ ავღანეთის არმიას სწავლებებით და ასე შემდეგ. გარდა ამისა ქონდა შეხვედრა გენერალ კემბელთან, რომელმაც გამოხატა უზარმაზარი პატივისცემა, მადლიერება ქართული შენაერთების მიმართ, ქართული ჯარისკაცების მიმართ. ამას პრინციპში ყველა შეხვედრაზე ყველა აღნიშნავს და ადასტურებს ცალსახად ერთ მნიშვნელოვნად, რომ ქართველების წვლილი არის აბსოლუტურად ფასდაუდებელი ავღანეთში. რაც შეეხება თავად ჩვენს ბიჭებს და ქალბატონებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ, რომლებიც აქ არიან ავღანეთში, მათთან საუბარი განსაკუთრებული პატივია ბუნებრივია, მათი იმ საკითხების და იმ თემების მოსმენა, რომელიც მათ აქვთ დღის წესრიგში და მე ყველას მინდა პირობა მივცე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯერ ერთი აქ მათ სრულფასოვნად იმსახურონ და რაიმე პრობლემები არ შეხვდეთ, იმ ტიპის, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს და ხელისუფლებას მოუგოროს და უკვე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააგრძელონ გეცეული სამსახური საკუთარი ქვეყნის.